ქართული ოცნების პარლამენტში დღეს სასურსათო პროდუქციის მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა გაიმართა. სხდომას ხორცს პროდუქტების რძის ნაწარმისა და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათმა ნაწილმა ქართული ოცნების მიდგომები ფასებთან დაკავშირებით ღიად გააკრიტიკა. კომისიის სხდომაზე კვერცხის მწარმოებელი კომპანია დილას დირექტორმა გია ლობჟანიძემ თქვა, რომ კვერცხზე ფასის დაწევა და დეკემბრის ნიშნულზე დაბრუნება მათი კეთილინება იყო და ეს საკუთარი მოგების ხარჯზე გააკეთეს. როგორც მან განმარტა, კვერცხზე ფასის ორი თეთრით დაწევა გარღვევას არ ნიშნავს და ეს ის მაჩვენებელი არ არის, რომელიც მოსახლეობას იმის თქმის საშუალებას მისცემს, რომ კვერცხზე ფასი დაიწია. დღევანდელ სხდომაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებდა, რომ წარმოებლებს არ სურთ ფასების შემცირება, მხოლოდ მათ ხარჯზე მოხდეს და ამისთვის კომპლექსური მუშაობაა საჭირო. მათ კვერცხის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება. არ გვინდოდა ახალი წლისთვის გაძვირება კვერცხის და გავაძვირებთ კვერცხი 9 იანვრიდან. 25 დეკემბერს მოხდა ბატონი პრემიერის გამოსვლა ამ საკითხთან დაკავშირებით და ისეთნაირად გამოჩნდა თითქოს რაღაც საბოტაჟთან ქონდა სამყარო. კიდე ქონდა საშუალება სხვადასხვა ორგანიზაციებშიც და ბატონ პრემიერთანაც პირადად აგვეხსნა ეს სიტუაცია თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. და შესაბამისი ნაბიჯიც გავაკეთეთ რა საიმისოდ, რომ ასე ვთქვათ, დაუბრუნდით ძველ ფასებს, მაგრამ ეს იმიტომ არ სწორად გამიგეთ. იმიტომ არ დაუბრუნდით, რომ ჩვენ ვთქვათ რაღაცა დიდი მარჟა გქონდა ამისი. უბრალოდ დაუბრუნდით ჩვენი მოგების ხარჯზე დაუბრუნდით. გარღვევა ახლა ეს არ ნიშნავს იმას რა, რომ ვთქვათ ახლა კვერცხზე ორი თეთრით ფასის დაწევა ნიშნავს გარღვევას, ეს არ ნიშნავს გარღვევას, ეს ნიშნავს უბრალოდ ფასის დაწევას. ეს ჩემი აზრით რა არ არის რა ის მაჩვენებელი, რომელიც მოსახლეობას მისცემს იმის საშუალებას, რომ თქვას, რომ კვერცხზე ფასი დაიწია. პირველ რიგში ყველაზე დიდი რესურსი, ეს ახლა შეიძლება არაპოპულარული ნაბიჯი იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთის მხრივ იქნება სამართლიანობის აღდგენა DGG-ს საკითხი, რაც შეეხება კვერცხს და გათამს. ბატონი რეზოს დამეთანხმება, მე მგონი ეს არის ისტორიული უსამართლობა რა ჩემი აზრით რა. DGG-სთან დაკავშირებით საზოგადოებამ რომ არასწორად რომ არ აღიქვას. ეს არის გადასახადი, რომლითაც შემდგომში ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები, ინფრასტრუქტურა. ეს არ არის ისეთი გადასახადი, რომელზეც ესე მარტივად შეგვიძლია როგორც სახელმწიფომ, რადგან ამითი ფინანსდება ყველა ძირითადი ხარჯი, რომელიც ისევ მოსახლეობასთან მიდის და ამიტომ არ მინდა რომ რაღაც არასწორი ინტერპრეტაცია, ეს არ არის გადასახადი, რომელიც სადღაც რჩება და სადღაც არის დარეზერვებული. როგორც კვერცხის, ისე ხორცს პროდუქტების მწარმოებლები ფასების ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ეგრეთ წოდებულ cashback-ს ასახელებენ. ეს არის სავაჭრო ქსელების მიერ დაწესებული ერთგვარი გადასახადი, რომლის გადახდასაც ისინი წარმოებლებისგან პროდუქციის რეალიზაციის სანაცვლოდ ითხოვენ. ჩვენი ფასის 45% არის თვითღირებულება და 36-37% არის cashback. საშუალოდ 45% და 36-37% არის cashback. დანარჩენი უკვე ხარჯები, ხო, ადმინისტრაცია, დისტრიბუცია, ცენტრალიზებული გვაქვს დისტრიბუცია და ჩვენ თვითონ გვაქვს. EBITDA-ს მარჟა რა არის საშუალო სექტორში? დაახლოებით წმინდა მოგება 5-6%. პრობლემებს ვხედავთ იმაში, რომ წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში. ეგრეთ წოდებული cashback-ი, რომელიც განხილვის საგანი არის, წლიდან წლამდე მატულობს. დღევანდელი მოცემულობით დაახლოებით 22-დან 25%-მდე მერყეობს cashback-ი ქსელურ მარკეტებთან. არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად, რომ ზოგადად ბაზარზე ესეთი მდგომარეობაა. ქართული ოცნების მთავრობის არასწორ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება პარტია გახარია საქართველოსთვის გუნდის წევრმა გიორგი შარაშიძემ. მისი თქმით, თუ ხალხი მომატებული ფასებით უკმაყოფილოა, ეს პირველ რიგში სწორედ ოცნების გამოა. თუ ვინმე დამნაშავე, ასე ვთქვათ, პირდაპირ თუ ირიბად შეიძლება იყოს, ეს არის მთავრობა, ვინც განსაზღვრავს და ხშირად მთავრობის სწორედ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. არა პოლიტიკური განცხადებები, საქმიანი განცხადება არის, არა, საქმიანია, უბრალოდ პოზიცია მინდა დავაფიქსირო. არა, საზოგადოებას არ დარჩენს ახლა ისეთი წარმოდგენა, თითქოს ეს ხალხი რაღაც რამეში დამნაშავეა.
აქცენტების გაკეთება არასწორია ამის დასაზუსტებლად თქვი ბატონო შოთა. და კითხვა ხო, მაგრამ იგივე მადლობას თავრობას ვერ გადაუხდით. იმიტომ რომ თუ ხალხი მაღალი ფასებით შეწუხებულია პირველ რიგში მთავრობის არასწორი პოლიტიკის გამო, ეს ერთი. 2025 წლის 24 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, საქართველოში ფასები იმაზე მაღალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, რასაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საქართველოს საზღვრიდან ახლამდე დაახლოებით 86%-ში ადგენს. კობახიძის თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ ბაზრის მოთამაშეები კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ. ოცნების პრემიერმა მაშინ სამართალდამცავ უწყებებსა და პარლამენტს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა. კობახიძის განცხადების შემდეგ ქართული ოცნების პარლამენტმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შექმნა. ის 14 წევრისგან დაკომპლექტდა, საიდანაც ოცნებას 7, გახარია საქართველოსთვის 3, ხალხის ძალას 3 და ევროპელ სოციალისტებს 1 დეპუტატი ჰყავთ.